მისალეველი საქართველოს საკუთრება და ხდება პირველად იურიდიული აქტი უკვე ხელმოწერილია კიდევ რა პროცედურებია საჭირო ქართველი ემიგრანტების მიწის სახელმწიფოს გადასაცემად სპეციალურად 9 საათისთვის ჩვენი რეპორტაჟი საფრანგეთიდან. რუსთაველი ძეგლი და მოედანი ბუდაპეშტში და პრეზიდენტების მოლაპარაკებები პირისპირ მიხეილ სააკაშვილის უნგრეთში ვიზიტის დეტალები. რეკრეაციული ზონები, ამფითეატრი, ატრაქციონები და სამგანზომილებიანი შადრევანი რიყის პარკი დამსვენებლებს უახლოეს დღეებში მიიღებს. ერთობა თუ დაპირისპირება ვინ მართავს აქციას და ვინ რისთვის იბრძვის კოსტავას ქუჩაზე. მის მთავარ თემებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ. მშობლიური ენა და ლიტერატურა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით პირველი საატესტატო გამოცდა მე-12 კლასელებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, როდესაც წარმატებით წარმატება მთლიანად ეს პროცესი. კულტურული სათავგადასავლო აგრო და პილიგრიმული ტურები როდიდან ელოდებიან კახეთში ტურისტების სიმრავლეს. ყველა ადგილი რაც ნახეთ საუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მატარებელია. ეს ძალიან ამაღლებელია. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის დღის მასშტაბური პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია უახლოეს დღეებში განახლებული პარკი დამსვენებლებს უმასპინძლებს. ეს პანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ტერიტორია, რომელიც 10 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული საქართველოს რუკას გამოსახავს. რეკრეაციულ ზონაში 160 სახეობის მცენარეა დარგული. ბავშვებისთვის ატრაქციონებია გათვალისწინებული და მალე დამთვალიერებლებს სამგანზომილებიანი შადრევანიც გაართობს. ოფიციალურ გახსნამდე კურიერი დღეს საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ თბილისის ახალი პარკი. უფრო დაწვრილებით რა ელოდება რიყის პარკში მისულ დამსვენებლებს, ამის შესახებ ნატა მახველაძე. განახლებული რიყა დამსვენებას უახლოეს დღეებში მიიღებს საკმაოდ ბევრი სურპრიზით აქ მოსულ დამსვენებას. ეს არის ატრაქციონები, დასასვენებელი ადგილები უფროსებისთვის, ერთი სიტყვით ყოველგვარი კომფორტული გარემო, რაც თბილისელებს და არა მარტო მათ სჭირდებათ. პარკი საქართველოს რუკის იდენტურია. საქართველოს ყველა კუთხის მცირე მოდელი აქ 10 ჰექტარზეა განთავსებული. პროექტის მიხედვით ყველა მათგანი ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკისა და მცირე არხების საშუალებით უკავშირდება. რეკრეაციული ზონები, მცირე ატრაქციონები ბავშვებისთვის, სპორტული მოედნები და ამფითეატრი, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. დამსვენებელს ეს ყველაფერი განახლებულ პარკში დახდება. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ერთდონიანი 320 ავტომობილზე გათვლილი სამანქანო სადგომიც განთავსდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა დაათვალიერა. გარდა იმისა, რომ აქ მთლიანად მას ექნება რეკრეაციული დასასვენებელი ფუნქცია, ეს გახდა ადგილი, სადაც პრაქტიკულად უამრავი ადამიანი ერთდროულად შეიძლება დაიდიოს. მოგესწრებათ თბილისის განაშენიანება ძალიან მჭიდროა, ამიტომ თითოეულ საზოგადოების სივრცე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს საზოგადოების სამსახურში იყოს. და ამისა რიყემ შეიძინა ერთგვარი გამაერთიანების ფუნქცია. ამ ხიდის საშუალებით, მშვიდობის ხიდის საშუალებით და იმ გზის საშუალებით, რომელსაც ეხლა დაემატა და ავლაბრიდან შევლი ადამიანი ჩამოვიდა, პრაქტიკულად აი ამ ეს გზა, რომელიც იყო ტურისტული გზა, გახდა ესპარი გზაჯვარედინი, ანუ აქეთა ქალაქი შეუერთდა ტურისტულ მარშრუტს. იმიტომ რომ თავისთავად ავლაბრის ნაწილი ერთ-ერთი ასევე საინტერესო ტურისტული ნაწილია ჩვენი ქალაქის. აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისითაც მან შეიძინა დამატებითი ფუნქცია და მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც აქ უკანონო ნაგებობების დემონტაჟი მიდიოდა, უამრავი სპეკულაცია იყო, რომ აქ შეიძლება იმას აკეთებენ, ახაც რაღაცას ფაქტი სახეზე, როგორც ძალიან ბევრ შემთხვევაში აქაც მას აქვს მთლიანად საზოგადოებრივი ფუნქცია. განახლებული პარკის ცენტრში უკვე მზად არის სამგანზომილებიანი მოძრავი მუსიკალური შადრევანი. უახლესი ტექნოლოგიებით აგებულ შადრევანზე სხვადასხვა სცენები აისახება და ძირითადად საქართველოს ისტორიის სურათები გაცოცხლდება. განახლებულ რიყეზე ხვალიდან მუსიკისა და დრამის თეატრის და საგამოფენო დარბაზის მშენებლობაც დაიწყება. შენობა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა მაქსიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა. განახლებული პარკის მთელი ტერიტორია მწვანე საფარითაა დაფარული. 160 სახეობის მცენარის ნერგები იტალიიდან ჩამოიტანეს. შევარჩიეთ სეზონების მიხედვით რომ ყოფილიყო საინტერესო, ანუ ზამთარში შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში, ყველა სეზონზე რომ იყოს ბაღი ლამაზი, ფერადი,
მწვანე. რიყის პარკში მოხვედრა დამსვენებელს 4 სხვადასხვა ადგილიდან შეიძლება. მეტი კომფორტისთვის დამსვენებელს პრომენადის ანუ საფეხმავლო ბილიკის ორივე მხარეს ლიფტი მოემსახურება. ეს ლიფტი სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი. პარკში მათთვის, ვისაც მტკვრის ნაპირზე გასეირნების სურვილი გაუჩნდება, 2 ასეთი ბილიკია გათვალისწინებული. პარკის შუაგულში საინფორმაციო ცენტრიც იმუშავებს. საინფორმაციო ცენტრი მიაწვდის ინფორმაციას როგორც დაინტერესებულ პირებს, ასევე ტურისტებს პარკში არსებული ატრაქციონების შესახებ, დასასვენებელი ადგილების შესახებ და ასევე ზოგადად მთელს თბილისში ტურისტული მარშრუტების შესახებ. ზღანატა მახვილაძე, რიყის ახალი პარკიდან. მებრძოლი ხალხის ლიდერს ხმალი ამ წარწერით დღეს საქართველოს პრეზიდენტს ბუდაპეშტის იმ მოედანზე გადასცეს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. მოედანზე დღეს დიდი ქართველი პოეტის ძეგლის გახსნა საქართველოსა და უნგრეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მანამდე კი იყო 2 ქვეყნის ლიდერების პირისპირ მოლაპარაკება და ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ სააკაშვილის ესკორტი პრეზიდენტის სასახლემდე ცხენოსანმა ჯარისკაცებმა მიაცილეს. მიხეილ სააკაშვილს უნგრეთის პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო დახვედრა მოუწყვეს. სასახლემდე ქართული დელეგაციის ექსკორტი ტრადიციულ უნგრულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ჯარისკაცებმა ცხენებით მიაცილეს. სააკაშვილს უნგრელი კოლეგა სასახლის ეზოში დახვდა, სადაც ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შესრულდა. უნგრეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს შანდორის სასახლიდან ბუდაპეშტის ხედები დაათვალიერებინა. ამის შემდეგ პრეზიდენტებმა საჩუქრები გაცვალეს. That's from the 18th century technology, the normal. ოფიციალური მიღებისა და დახვედრის შემდეგ პრეზიდენტების გაფართოებული შეხვედრები დაიწყო. პირისპირ 1 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ქვეყნის პირველმა პირებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. უნგრეთის პირველმა პირმა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს ისტორიული უწოდა. პაულ შმიდტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ძალიან მადლობელი ვართ უნგრეთის ყველაფრისთვის, რაც უნგრეთმა გააკეთა საქართველოსთვის. აგვისტოს პირდაპირ ინტერვენციის დროს მაშინ ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და ძლიერი განცხადებები საქართველოს ხალხდასაჭერად, რაც გაკეთებულა მაშინ მსოფლიოში. პირდაპირ ამ ომის ღია ფაზის დაწყების შემდეგ პირველი ქვეყანა, ვინც გამოაგზავნა ოფიციალურ დელეგაცია და გახსნა საელჩო საქართველოში, მიუხედავად ძლიერი ზეწოლისა, რომ ეს არ მოხდარიყო, იყო უნგრეთი. ეს იყო 2008 წლის ოქტომბერში. ისტორიული ვიზიტია, ეს არის ახალი პერსპექტივა დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად. სიმბოლურია პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი. დაუძენ საინტერესო და დამაჯერებელია ის მოვლენები და ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ვითარდება. თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი გახდა. უნგრეთი დაინტერესებულია ნაბუქოსა და სხვა სატრანზიტო პროექტებით. ვაჭრობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გვაქვს. უნდა დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები ჩვენს ქვეყნებს შორის. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. térségében a felértéket. იმის როდესაც მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ოფიციალურ შეხვედრას მართავს, უნგრეთის პარლამენტის შენობაში მის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები აქ სკოლების ოპტიმიზაციისა და სოფლებში პატარა სკოლების დახურვას აპროტესტებენ. უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს წინ ადგილობრივები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ საპროტესტო აქციის მეორე ჯგუფი შეენაცვლა. ყოფილი ვეტერანები და პოლიციელები ცვლილებებს მოითხოვენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენთვის არანაირი შეღავათები არ არსებობს. ამიტომ ვცდილობთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა აქედან მივაწვინოთ. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეარყო. ევროპის პირველი ქალაქია, სადაც ერთ-ერთ მოედანს შოთა რუსთაველის სახელი დაერქმევა. მოედანი დიდი ქართველი გენიის ძეგლთან ერთად ბუდაპეშტის ცენტრალურ და უძველეს ნაწილში მდებარეობს. აქვეა საქართველოს საელჩოც.
სააკაშვილის რუსთაველის ძეგლისა და მოედნის გახსნაზე უნგრეთის პრეზიდენტი და მერი დახვდნენ. მუდმივად ვიყავით დიდი იმპერიების ინტერესის ცენტრში, მუდმივად ვიყავით ყველაზე სანუკვარი წასაგლეჯი და დასაპყრობი მათთვის. მუდმივად გვართმევდნენ ტერიტორიებს, მუდმივად ცდილობდნენ თავისუფლების წარქმევას და არასდროს არ გავქრით ყოველთვის ტრის ცელობის მიუხედავად გავიმართეთ წელში, ყოველთვის გავმართ ჩვენ გაჭირვებაში, როგორც ამას გვასწავლდნენ პეტეფი და შოთა რუსთაველი, ყოველთვის შევძელით უკან დაბრუნება მსოფლიო ისტორიაში და მსოფლიო რუკაზე. და შემთხვევითი არა რომ დღესაც ბევრი რამე უნგრეთის და საქართველოს ბედში ერთმანეთს გავს. შემთხვევითი არ იყო 1956 წელს, როცა აქ ყველანი სულგანაბური ისმენდით ჩვენ დამოუკიდებელ საბჭოთა კავშირში თქვენ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველი სახლის ბრძოლას ბუდაპეშტში რაც იყო ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო, ყველაზე უთანასწორო და ყველაზე დიადი ბრძოლა თავისუფლებისთვის მე-20 საუკუნის განმავლობაში დაახლოებით ამავე დროს საქართველოშიც მოხდა გამოსვლები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. დღესაც ძალიან ბევრი საერთოა ჩვენ რეფორმებში, ჩვენ გამბედაობაში, ჩვენ არაკონვენციონალურ მიდგომაში ცვლილებების მიმართ და მომავლის მიმართ, რაც იწვევს ძალიან ბევრი ხალხების აქტუალობას ჩვენ გარშემო, ასევე ვიღაცების შურსაც და გაღიზიანებას. განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მიხაილ ზიჩისაც მიუძღვის, რადგან ჩვენ ახლა რუსთაველის ზეგს ხსნით. ეს სწორედ მიხაილის დამსახურებაა, რადგან ის იყო პირველი, რომელმაც ვეფხის ხაოსნის ილუსტრაციები გააკეთა. ეს ზეგი სიმბოლო იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და მეგობრობის. საქართველოს ჰიმნი ბუდაპეშტის საბავშვო კაპელამ სპეციალურად ამ ვიზიტისთვის მოამზადა. 26 მაისს უნგრელი მომღერლები საქართველოს ჰიმნს თბილისში აღლუმზე შეასრულებენ. კაპელა საქართველოში პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწვია. და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრა და მადლობა უთხრა ამ ბავშვებს, რომელიც ამ სიცხეში შვენივრად ღეროდნენ საქართველოს ჰიმნს და მე მინდა მოვიწვიო ისინი თბილისში იმავე ჰიმნის სამღერად მთელი საქართველოს გასაგონად. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება მათი მიღება და განსაკუთრებული გამასპინძლება. ძალიან სასიამოვნო სიმღერაა, დიდი სიამოვნებით მოამზადე. მიხარია რომ მიმღერე. მათი და ჯორჯი ძალიან მოხარული ვარ რომ პრეზიდენტისგან მიწვევა მივიღეთ. ამით ბავშვები საქართველოს უფრო მეტად შეიყვარებენ. Competition. მიხაილ სააკაშვილს ბუდაპეშტში რუსთაველის მოედანზე ქალაქის მერმა საჩუქრად ხმალი გადასცა წარწერით მებრძოლი ხალხის ლიდერს. მიხაილ სააკაშვილმა უნგრეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ბოლოს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ხდომათა დარბაზში საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვიეს. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც წარმატებული რეფორმებით გამოირჩევა. ის ფაქტი, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამშრომლობისა და მეგობრობის აღრმავების სურვილს. მიხაილ სააკაშვილმა უნგრეთის პარლამენტის ისტორიული შენობაც დაათვალიერა. სამეფო გვირგვინი, რომელიც უნგრელი ხალხის მთავარი რელიკვიაა, გიდის თქმით შესაძლოა ქართველის მიერ იყოს დამზადებული. მიხაილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. პრეზიდენტმა ბუდაპეშტი უკვე დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხაილ სააკაშვილმა მოლაპარაკებები უნგრელ ბიზნესმენებთან გამართა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტურიზმის, ენერგოსექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ბიზნეს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მიხაილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ ბოლო 7 წლის განმავლობაში განახორციელა. პრეზიდენტთან ერთად მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ნალის საქართველოს ჩამოვა და ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს შეისწავლის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავია რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველო 6-7 წლის წინ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანა, მაგრამ მოდით ნახოთ რა ხდება ახლა. საქართველო გახდა მსოფლიოს ნომერ 1 მებრძოლი კორუფციასთან Transparency International-ის მონაცემებით. ჩვენ ვართ საკმაოდ უსაფრთხო ქვეყანაც, რადგანაც გვაქვს კრიმინალის 5-ჯერ უფრო დაბალი დონე ვიდრე რუსეთსა და უკრაინას. და ჩვენ სრული მონაცემების მიხედვით ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდიის შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ გვაქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ. არ გვაქვს ბიუროკრატია, ვართ ადგილი, სადაც ყველაზე სწრაფად შეიძლება ბიზნესის დაწყება. ერთ-ერთი უმარტივესი ადგილი საბაჟო პროცედურების მიხედვით. მომავალ წელს ჩვენ ველოდებით 4 მილიონ ტურისტ და ტურიზმის თვალსაზრისით გეომეტრიული პროგრესი გვაქვს. გზა, რომლითაც ჩვენ მიყვავს საქართველო, სინგაპურისა და დუბაის მიხედვით არის შემდეგი. ეს არის ცენტრი ბიზნესის სიმარტივის მიხედვით. ეს არის უძველესი კულტურული ცენტრი, რომელმაც ევროპას ძალიან ბევრი შესწინა და ეს არის ადგილი, სადაც ტურისტებს ძალიან სასიამოვნოდ შეუძლიათ დროის გატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კორუფცია მართლაც არ არსებობს. ეს უნგრელი ბიზნესმენებისთვის საყურადღებო გზავნილია. საქართველოში ჩამოსვლის გეგმა, რადგან საინტერესო ქვეყანაა თავისი ეკონომიკური პოტენციალით.
პრეზიდენტთან აუდიენცია ძალიან საინტერესო იყო. კარგი გამოსვლა ჰქონდა მინისტრს, რაც ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ღრმავდება. იმედი მაქვს ამ თანამშრომლობაში ჩვენ წვრილსაც შევიდეთ. ეკონომიკის მინისტრმა გამოთქვა ძალიან დიდი ინტერესი ჩამოვიდეთ საქართველოში, შექმნას სპეციალური ჯგუფი და შეისწავლონ ჩვენი ეკონომიკური რეფორმები ბოლო წლების განმავლობაში ამ ტიპის რეფორმები ჩატარდა. ქართველი ემიგრანტების ფრანგული მიწა მალე საქართველოს საკუთრება გახდება. პირველ დოკუმენტს დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი ლევილში. ამ შეთანხმების მიხედვით 5 ჰექტარი მიწის ფართობი და შატოლევილი საქართველოს გადაეცემა. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ კიდევ რამდენიმე აუცილებელი იურიდიული პროცედურაა გასავლელი, რომელიც სავარაუდოდ 1 წელიწადში დასრულდება. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა დღეს თავად საუკუნის წინ ქართველი ემიგრანტების მიერ შეძენილ ფრანგულ მიწაზე გაფორმდა. პირველად დოკუმენტს ხელი პაპუნა დავითაიამ და ლევილის მამულის ამჟამინდელმა მფლობელმა ამხანაგობა ქართული კერის პრეზიდენტმა მოაწერეს. ირენცის შვილი იმ 5 ოჯახის წარმომადგენელია, რომლებსაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის ფონების განკარგვის უფლება აქვს. ჩვენთვის ლევილი ყოველთვის საქართველო იყო. აქ ხშირად მაშინ მოვდიოდით, როდესაც სამშობლო გვენატრებოდა. ჩვენ მუდმივად ვიბრძოდით, რომ ეს მიწა საბჭოთა ხელისუფლებას ხელში არ ჩავარდნოდა. ძალიან გვიხარია, რომ ლევილს დამოუკიდებელი საქართველო დაიბრუნებს. მე აქ იყავი პატარობას. აქ იყავი ლევილის სკოლაში. და ბევრი წელიწადი არ გამატარე მართლა და ჩემთვის ლევილი არის სიმბოლიური. ჩვენთვის იყო პატარა საქართველო. დღეს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველო 5 ჰექტრამდე მიწასა და ლევილის შატოს მიიღებს. თუმცა მანამდე რამდენიმე იურიდიული პროცედურის ჩატარებაა საჭირო. პირველ რიგში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ოფიციალური თბილისისთვის ქონების საბოლოოდ გადმოსაცემად წინადადებებს მაქსიმუმ 1 წლის ვადაში მოამზადებს. დღეს ლევილის მამული ლევილის შატო იწყებს ახალ სიცოცხლეს, ესე ვთქვათ, იძენს ახალ ფუნქციას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში, მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში დავასრულოთ მთელი პროცედურალური ნაწილი, იურიდიული ნაწილი გადაცემისა, რათა შემდგომში უკვე მოგვეცეს ჩვენ საქართველოს მხარეს საშუალება, რათა დავიწყოთ მუშაობა მის რეაბილიტაციაზე. დღეს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ ლევილი როგორც კულტურულ-ისტორიული ცენტრი უფრო მეტად განავითაროს. საფრანგეთის ქართული მიწა ხალხმისაწვდომი იქნება სტუდენტების, მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ამავე ტერიტორიაზე იქნება ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობებს 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის ისტორიას გააცნობს. ეს ისტორიული დღე ლევილში სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი ხელმოწერით საქართველო გაერთიანდა იმ თაობებთან, რომლებიც გადახვეწილი იყვნენ საბჭოთა ოკუპაციის გამო უცხოეთში და არა მარტო საფრანგეთში და შევასრულეთ ის ანდერძი, რომელიც ამ თაობებმა დაუტოვა დღევანდელ საქართველოს. ყველა ის ადამიანი, ვინც დღევანდელ დღეს ამზადებდა და ვინც მუშაობდა მემორანდუმის ტექსტზე, ავლენდა დიდ სურვილს, რომ ყოფილიყო ღირსეული ერისშვილები. საქართველოს დევნილი მთავრობის ქონების განმოცემის პარალელურად კვლავ კერძო საკუთრებაში რჩება ადგილი, სადაც ქართველი ემიგრანტები არიან დაკრძალულნი. ლევილის მუნიციპალური სასაფლაოდან ქართველთა სამარხები უკვე დიდი ხანია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა გამოისყიდეს. კულტურული სათავგადასავლო აგრო და პილიგრიმული ტურები კახეთი უკვე მზად არის. ქართულ და უცხოელ ტურისტებს რაოფეროვანი დასვენება შესთავაზოს. დღემდე არსებულ მარშრუტებს წელს რამდენიმე ახალი ობიექტი დაემატება. კახეთში ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია და შესაბამისად სტუმრებს მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ველოდებიან. ადგილი, საიდანაც ტურისტების უმრავლესობა კახეთში მოგზაურობას იწყებს, წინანდალია. სახლ-მუზეუმს ტურისტები მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ. შენობების დახვეწილი არქიტექტურა და ცნობილი ბაღი დამთვალიერებლებს მე-19 საუკუნეში ამოგზაურებს. მას, ვინც აქ ღამის გათევას გადაწყვეტს, ეზოში ძველი იერსახის 2 სასტუმრო უმასპინძლებს. ამ სეზონზე ჭავჭავაძეების საგამოფენო დარბაზში ხელოვნების მოყვარულებს სიურპრიზი დახვდებათ. პირველად ამიერკავკასიაში ჩამოვიდა პიტ მონდრიანის ნამუშევრები. გარდა ამისა არის პიკასოს ნამუშევრები და დამთვალიერებელ საშუალება იძლევა პიკასოსთან ერთად სალვადორ დალის ნამუშევრებიც იხილოს. ეს ადგილი ძალიან ლამაზია. ბევრი რამე მქონდა გაკვეთილი წინანდალის სილამაზეზე და ამაში დავრწმუნდი. კახეთში ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი ყვარელია.
ყვარლის ტბა ქართულ და უცხოელ ტურისტებს დათვლილი მთების გარემოცვაში მშვიდი დასვენებას სთავაზობს. თევზჭერა, ველოტურები და ნავით სეირნობა ამ ყველაფერს კომპლექსში ენჯგუფის ორგანიზებით ახალი სერვისებიც დაემატება. მოწყობილ გამოჯასახებელი კომპლექსი, სპა ცენტრი, გვაქვს მოლაპარაკება რომ აქ მოეწყოს სპექტაკლები. აგროტურის მოყვარულ ტურისტებს ყვარლის ტბასთან ახლოს ბაღებში ელოდებიან. აქ სტუმრები საკუთარი ხელით ავლებენ ჩურჩხელას, თონეში პურს აკრავენ და არაყს ხდიან. აქვე ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც აქვს. ქართული ღვინით თითქმის ყველა ტურისტი ინტერესდება. ღვინის დაგემოვნება და ამ კულტურის გაცნობა ადგილობრივ მარნებშია შესაძლებელი. სულ ცოტა ხანში ციხესიმაგრე ვინივერია ღვინის მოყვარულებს ხანგრძლივ ტურსაც შესთავაზებს. ამისათვის შენდება სასტუმრო, რესტორანი და მარანი. ყველგან ძალიან ლამაზთან გაკეთებული ის რაც ღვინოს და ტურისტს ჭირდება. ღვინდოდა რომ ქონდა ესეთივე ლამაზი და ესეთივე კომფორტაბელური და კომფორტული მარანიც, სასტუმროც და რესტორანიც. ეს იყო ჩვენი ოსტება და ავისრულეთ. კულტურულ, სათავგადასავლო და აგროტურებთან ერთად ტურისტებში პოპულარულია პილიგრიმული მარშრუტებიც. ნეკრესის ეპარქიას, რომელშიც რამდენიმე უძველესი ისტორიული ძეგლია გაერთიანებული, მოგზაურები გვერდს ვერ უვლიან. მომლოცველების რაოდენობა მიმატა, უქმნით პირობას, რომ მომლოცველებმა დაისვენონ, ისაუზმონ, იუახშმონ და სულიერი სიმშვიდე მიიღონ ნეკრესის აი ამ წმინდა ადგილას. აუზით გასართობი პროგრამებითა და საცხენოსნო ტურებით ლოპოტა უკვე ქართული და უცხოელი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. ტბა ამ სეზონზეც პოპულარულია. აქ არის ბუნებაში ინტეგრირებული ძალიან კომფორტული გარემო. მიყვარს ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო და მოკლედ ყველაფერი. სიყვარულის ქალაქში ტურისტული სეზონი დიდი ხანია გახსნილია. სიღნაღი კახეთში ჩამოსულ ტურისტებს ულამაზესი ხედებითა და სახლებით იზიდავს. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო და ყოველთვის დასვენს უკვე ახალ მოგზაურობას ვგეგმობთ. ყველა ადგილი რაც ნახეთ საუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მატარებელია. ეს ძალიან ამაღელვებელია. იმისთვის რომ ჩამოსულ სტუმრებს სრული კომფორტი შეუქმნან, რეგიონში განსაკუთრებულად ემზადებიან. მიმდინარეობს გზების მოწესრიგება, სასტუმროებისა და ტურისტული ცენტრების მშენებლობა. რეაბილიტაცია utardeba ისტორიულ ძეგლებს. მოქმედებს 3 ტურისტული ცენტრი და მოემსახურება კახეთის რეგიონს ყვავილში, სიღნაღსა და თელავში. იგეგმება რიგითი ღონისძიებები, როგორც ჯერადი, ასევე შაბათ-კვირის. მუშაობაა დაწყებული გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ახალ სასტუმრო კომპლექსზე, თელავში დასრულდება აკვაპარკი, მიმდინარეობს მუშაობა გრემის კომპლექსზე. მოგზაურების სიმრავლის გამო კახეთში ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია. რეგიონი ქართულ და უცხოელ სტუმრებს მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში უმასპინძლებს. და ასევე კურიერში დღეს თქვენ ნახავთ ინციდენტია 75 საჯარო სკოლაში ნასვენ მდგომარეობაში მყოფმა სასწავლებლის ყოფილმა მოსწავლეებმა მანდატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რა სკობიან ინციდენტის თვითმხილველები. ინგეჭმყოფი ქართველი მეზღვაურების სამშობლოში ბრუნდებიან, რატომ არ ქონდათ ჩაძირული გემის ქართულ ეკიპაჟს ინდოეთის დატოვების უფლება და მიიღეს თუ არა მათ კუთვნილი თანხა გემის მფლობელი თურქული კომპანიისგან. ჰოლივუდის ვარსკვლავური დუეტი და გია ყანჩელის მუსიკა საუკეთესო ფილმისთვის. ოქროს პალმის რტოს მფლობელი ტერენს მალიკის სურათი გახდა. კანის 64 კინოფესტივალი და დახურვის გრანდიოზული ცერემონია ლაჟვარდოვან სანაპიროზე კურიერის ბოლო ნაწილში. ერთობა თუ დაპირისპირება ვინ მართავს აქციას და ვინ რისთვის იბრძვის კოსტავას ქუჩაზე. სადავეები აქვს სახალხო კრებას ხელში. ოპოზიციას რა გეგმავთ? არ ვიცი, მე ვიცი სახალხო გეგმასია, სახალხო კრებას რა გეგმავთ?